გაუმართლოს ხალხნებო, დილამშვიდობის როგორ ხართ რა შვიდით. მიუხედავთ იმისა, რომ 10-ის ნახევარია მგონი, აი ესეთი ამინდია, გეგონება არის ძალიან დილა. შაბათია და ეტყობა ძირითადი ხალხი არ მუშაობს აქეთ მცხოვრებების. ანუ უკვე წასულები არიან, რაღაცა რომ აი იმდენად სიწყნარია ვერ აგიხსნით. არ ვუშვებ ქათმებს ცოცხალი თავით, რომ ის არ იდეალური გარემო არ დამახინჯო. აჰა, გავწევ და დაჯექი, მიდი. ხათის მაშინ ნახე, რომ ფისო მოსული იყო და სუფათაფუთით გამოვარდი დილას. და აი, მეთქი ხა გავალ და შემომეგებებ. დღეს უკვე მე-6 დღეა. აი მე რა მალე გავიდა. ეხლა უნდა წავიდეთ და რესტორანი მეთქვა. ბაზრობაზე. საბანკეტო სამზადის. მელაშა და იოანე. დღეს არა აქ მასწავლებლები იოანეს და შესაბამისად არ ვიჩქარებ, ნუ საღამოს ცეკვა აქ. ამინდია შესაბამისი, ანუ არც ხელა იმედია მზად დიდად არ გამოვარ, აი კარგი ამინდი. სასიარულო. და მოკლედ აბა რას ვიყიდი ვნახოთ. ან მე რას ვიყიდი, ეგ უფრო მაინტერესებს, რომ იოანე უფრო იყიდის. იცი როგორი ფეხსაცმელი მინდა? მაღალზე, ოდნავ მაღალზე. ოღონდ აი ძირი რომ თლიანი აქვს რა. ადრე მქონდა ეგეთი ერთი ქოშივით რაღაცა, ისე კარგ ხმარობდი, რომ სიმაღლეს ვერ ვგრძნობდი საერთოდ. ხო და ეგეთი მინდა. წინაზე რომ ვიყავი ვერ ვნახე რამე ეგეთი. და მე მინდა წინ დახურული, იმიტომ რომ ღიას ვერ ავხმარებ ხალხო, არ შემიძლია ღია ფეხსაცმლის ჩაცმა. ხო და აბა ნახოთ რამე ესეც თუ ვიპოვიდა. რაც შეეხება ჩასაცმელს, კი მაქვს დაახლოებით, რასაც ვაპირებ ჩავიცვა, მაგრამ თუ რამე ისეთი შევხვდი, რომ მომეწონა, აუცილებლად ვიყიდე. აი ეგრე. პატარა დედა. ისე ვიკაყავკნუტები, პირი არ დაუდია, ისე ვიქარიან. პატარა დედა, წადი ბავშვებთან. კაი დედა. ვაიმე, ხო ის მინდა კიდე ვიყიდო რამე პარფიუმერიაში. შევბოდიალდები და რა ვიყიდო? ანუ წენი კი მაქვს მოყავის, ცოტა აი უფრო მუქ ფერში მინდა. თუ რამე ესეც ვნახავ, მაგასაც ვიყიდი. ოღონდ თავფიქრობ, რათ მინდა? რაც ამაკ საიმისოდ საკმარისია და საბანკეტოდ ჩაწერილი ვარ ქალისა პირველად. ოღონდ ეგეც ნინომ ჩამწერა, სუძალით. ხო. რატომაც არა? აი იმ სირბილს. ჩქარა წასმას, რო არიცით არა გააკეთო. თან ძალიან ადრე აღარ არის, მე მგონი 8-ისთვის წავალ ალბათ დაახლოებით, აი ამ დროს მოვალ სახლში. ისე რომ სადღაც პირველზე სკოლაში უნდა ვიყოთ, ასე რომ კარგად და მშვენივრად მოვასწრებ ყველაფერს. ოღონდ არ ვიცი, არც თმა არ ვიცი როგორ უნდა გავიკეთო, მივალ რიტასთან და ვეტყვი, აი ესე მივალ. ხო, რამე ის ბალზამი მინდა ვიყიდო. ხშირად არ ავხმარობ, მაგრამ სამაგისოდ იმას ვიზავ, ვიყიდი. მივალ რიტასთან ასე დავჯდები და ვეტყვი, აი ჩათვალე რომ მე როც არიან ფურცელს დამიდებენ და მეტყვიან რომ აი რაც გინდა დახატე, აი ეგრე ვზივარ. არა მაქვს პრეტენზია, უბრალოდ ძალიან ანუ მკვეთრი არ მინდა. ეს ნახეთ რა. მაინდა-მაინც სამხარეს რო ვტყდება კბილები და ორი წაიღა. აი ესე რომ მივადეთ, რო გამიგდე უკან თავს მივადეთ, ტყდება. ანუ ვეტყვი კანსაცმელს რას ვიცმევ და ეხლა მევთხარი, გინდათ მაგააკი, გინდა გადამყარს, აი ხმას არ ამოვიღებ.
არ მიყვარს პროფესიონალიზმს, რომ ჩაუჯდებიან ხოლმე და ესე მიქენი, ნუ ხო, ეხლა უნდა უთხრა სიტყვაზე რაც გინდა, მაგრამ აი ჩემნაირი რომ მიხვალე, მე პრეტენზია გექნება, არ მომი. გაჩვენე, იქალოდეს სახში დაჯექი მაშინ. ბევრი აკეთებს მარტყოფში მას მაკიაჟს, თმას, ჭყილს, ყველა ბევრი, ძალიან ბევრი და ერთმანეთზე უკეთესები, ანუ არ მეყვარს, რომ გამოვკვეთავე ხოლმე, აუ ის კაია, ისიც კაია, მაგრამ ის კაია. არც ერთთან არ ამყოფ. ჩემთვის ხელმისაწვდომია რიტა და ვიცი როგორც აკეთებს, ხშირად მინახია მისი ფოტოები და აი რავი. ძალიან მომწონს. ბუნებრივ იმას აკეთებს ხო. ჩემი ძალება იყოს ურიტასთანაც ის. ასე რომ მე რიტას ვკითხავ თუ ექნება სურვილი როგორ ანუ გადაღების პროცესი ანუ რომ ხო იცი დაჩქარებული კადრით რო იღებენ და დავდებ ტელეფონს და გადავიღებ. როგორც თუ ჯერ რიტას ვკითხავ. კაი გოგოა ძალიან. მე მოვალ. ჩავიცვებ და ვიხურებ და წავალ. ესე იგი სკოლაში ფოტოგრაფს გუშინაც ველაპარაკე და ჯავშნილი და გარკვეული გვაქვს უკვე. მივდივართ სკოლაში პირველის ნახევრიდან 12-დან პირველამდე მოკლედ. პირველზე რო თქვა 3-ზე მოვლენ. თვალში მაქვს წამწა. სკოლა მე მივდივარ. ფისო მკმენთიცე, ფისო. იონია რა დგა? და წავიდეთ და ბაზრობას ჩამოვარდა ბარბარე. სკოლა შატო მუხრანი და მე რესტორანი. ფოტოსესიისთვის ძალიან ლამაზი იქნება იქალო. რა თბილად გაწვია? წყალია, გუშინ წყალი ხო მოვიდა ყვითელი წყალი. მთელი დღის მანძილზე რომ ველოდებოდი რომ დაწმინდავდეს მეთქი და ავავსო. არ დაწმინდავდა საღამოთი ისე დაწყდა. ეხლა წყალი არ გვაქვს. გუშინ დასალევი გადმოვიტანე თითბეთოსკენ. ფისო რატო კნავი? მოდი ჩემთან. ძალიან ყარს. როგორ გიკადრება, წეღან ჩახუტებული მყავდა და მოვეფერებოდი ჩავკოცნი. ფისო. ჯეროს უკან წელე ხეროინი ჯიმი. აი ხა უკვე. რა? ის 12-ზე უნდა წავიდეს ცეკვაზე. გახსენე. აბანოში არ შეხვიდეთ რა თქმა მოვიდეს აქ ნახევარი ბაკიღაა და იყოს. ვიწონცილა. მე რა უნდა უყიდო თვითონ დაარჩიო. ძალიან კაი. როგორ? ეგ დებილია თვითონ ვერ არჩევს. იტყვის მოწონს და მოვა აღარ მოეწონება. დებილია რა არის? აჰა. რა მიმართვა. ეგი არასდროს არ ვთქვი, ну პრინციპში რა ის საროჭკა რომ აყიდინა შავი იმ ხელაფასი 60 თუ 65 ლარი გადავიხადეთ მაგ საროჭკას. ჯერაც არ ასწი, მე მგონი ორჯერ ეცოს. ლუკას დავადების გადაეცოდა სკოლის პირველ დღეს. ხო. ეგ რა, კაი საროჭკა, ოღონდ მართლა კაი. არ ვიცი, შარვალს აარჩევს, ფეხსაცმელს, საროჭკას და ჟილეტს. აი ეგ უნდა იყიდოს. ხო, ეხლა დანარჩენი გადაწყვეტ. და ბანკი ავყიდოთ მოსწონს. არა, არც მე არ მიყვარს ბანტი, პირველ კლასელი ვიცი. მამა დააჯერებს, რომ ბანტი უჩვენე და არ დაიჯერებს. არა, არ გაიკეთებს ბანტს. ბაბაჭკას. მეც თუ რამე შემხვდა ვიყიდი ჩასაცმელს. თუ ისეთი რამე მოვირგე რა. კავა? არ ვიცი. წინაზე ვნახე, ანუ ისეთები იყო, რომ ჩავიცმევდი მუცელზეც ის, მაგრამ აი ეს კორსეტები არ შემიძლია ხახნო და რა უყურებ ხოლმე ვიდეოებს და სურათებს და რაღაცებს.
თუ გაცვია დაანებე კუჭავდეთ რომ ჩავიდეს შეეშვი იყოს ეს რა მე არ შემიძლია ერთი კაცი დავიქირავ რომ ესე ეჭიროს ბაში ხო და რამე თუ შემხდა ვიყიდი იყიდა შარვალი მე შარვალი იმასავით რო არის ასტერიქს და ობელიქსით რო არის ეგ უნდა ავიციო მუცელზე ისჭი მე არ არის დაბალწელიანები მაგისთვის ორსულობისთვის გაშლილი გინახია შარვალი მინახია ჩემზე არ ხო ყველა მელაპარაკებს შარვალს რო არ ვიცმე პირველად შარვალს ვიცმედი სამსახურში თევზებში რო ციოდა იქ და ფიზიკურად სხვანაირად ვერ გაქაჩავდი და შარვალი გცნოდი აი არასოდეს მიუხედავად იმისა რომ აი შარვალში ვარ გაზრდილი აი კაბას ვერ ვიტანდი რომ ჩამაცმევდნენ აი ნინოსავით რა ეხა ნინოს კაბა ჩააცო აი იმდენად თან ვერ ვახდე ნინოს კაბას მიუხედავად იმისა რომ აი სანთელი ვითააგე ხელფეხი აი მგონია რომ ზალით არის ჩაცმული რა ხო აი ესე რო იდგება რა კაბიანი გოგო აი ეს რო გეცეს თმაც კი აქ გძელი მაგრამ არ არის აი ვერაჯერა აი ზუსტად მასე გავიზარდე კაბა რამცნი აი დედაჩემი რო ძალით ჩამაცმევდა ხოლმე კაბას ღმერთო აი სიკვდილი მინდოდა მაგიტო არ მეშვები ნინოს რომ აი გინდა თუ არა კაბა ჩაი ნუ ეხა სკოლა რომ მოვა ფორმები დაწესდა როგორც ის და ყველა ვარიანტში უნდა სხვა გზა არ იქნება ნუ შარვალსაც უყიდი რა თქმა უნდა მაგრამ კაბაც ექნება ანუ მაგ სიტუაციაში არ არის პრობლემა ეხლა რაღაცა რა არ შემეძლო მიუხედავად იმისა რომ კაბაში არ შემეძლო ყოფნა აი ესე 16 არა 17 წლის ვიქნებოდი რომ აი ესე გავიღვიძე და 12 თუ 13 შარვალი მქონდა დაურეკე ჩემ ბიძაშვილებს ჩამოვიდნენ აი ესე დაურიგე შარვლები და ეხა წაიღეთ მეთქი და ეგ იყო და ფეხი აღარ ჩამეყვია აღარც კი მომდომებია და ხეს მეუბნებ შარვალი იყიდა აი მგონია შარვალს რომ ჩავიცნე მგონია რომ ტიტველად დავდივარ აი იმდენი ისეთი შეგრძნება მაქვს შიშლიკანა ხალხო კანი რატომ ეფხანება არაფერი არა მაგ გუშინაც ხო გითხარი გუშინ აქეთ მეკავებოდა და არაფერი ეხლა ეგ ამოვიგთხარე ხელი აი ხა წავალ გავაღვიძებ ივანეს არა ეღვიძება ივანეს უკვე 10-ში აქ გამოცდა აი 5-ია თუ 6 6-ია თუ 5 ჯერ მითხარი აი გადი ამ 6-ია ამ 5 გპ-ში ხო 4 გპ-ში და გამოცდა შემოქმედებითი ტური ასე ქვია მამა ალბათ ყველა ვარიანტი წავყავდა და გამოცდა მაქვს შემდეგი შესაძლოა უნდა წახვე მანქანით უნდა წავიდნენ მე მგონი სამ ბავშვი მიდის მე ვეღარ გავყვები გამოცდა ყველა თქვენ თქვენ გამოცდაზე დაეტირით რა ეროვნულები უნდა გავყვე ესე ნუშვები მაგკო და ნუშვები ყველასა ეროვნულებზე ყველა გავყვებით ზედა მოვიდა მანკაია მინდი იყო სასიარულოდ იმედია ფეხი არ გამიჩმახებს ოღონდ ხო ვატყობ ისეთი ტკივილები აღარ მაქვს აი უსაშველო რომ მქონდა აი ძალიან უნდა გადავიღალო ძალიან დიდი დატვირთვა უნდა მივიღეო რომ ისი ამ ტკივილებს როგორც მტკიოდა ეხა უბრალოდ გძნობ ხოლმე წვას თორე ის რომ აი ფეხი მიმძიმდებოდა აი მეგონა რომ სპილო მეკიდა და აი ვეღარ ვიღებდი იმიდან ეგეთი რამე აღარ მაქვს ეს წესე დილი საჭმელი რა ვიყიდა აგუში ნინო მისუპები რავი რაღაც ან ჩაი ან ყველი ან პური აგეაჯებს სანდალიც არის მაცივაში რაღაცა რომ მოვალ მე მოვიფიქრებ რამე საჭმელი მოვიფიქროთ მე წავედი ახლა ხალხნებო და გემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე გუშინ ვიყავით საღამო ხანს
ჩვენ მეგობრებთან იქით. დაშას კლასელებთან. მოვილხინეთ, კარგად ვიხუხუნეთ. მე მგონი დღესაც ამაქვს გასტროლი. და აი გარე, მერეც მეყოფა სახში გამოკეტვა. არც მე არ გამომიკეტებ, მაგრამ მაინც. წავალ, კაი დავლებ, კაი შევჭამ და კაი მოვალ. არა, გამოკეტვა იმას კი არ ნიშნავს, რომ არავინ გაგიშვებს. უბრალოდ ბევრ ადგილას ვეღარ წახვალ, თოთობაშვით ვერ წახვალ იმაში, მაგნოლიაში. აუ ცუდად ვხვდები ხოლმე რესტორნებში, რომ ძალიან პატარა ბავშვები მიყავთ ხოლმე და იმ მუსიკებში რომ სძინავთ ხოლმე როგორ ვიტანჯე, მგონია რომ ბავშვებს თავში ურტყავენ იმ ბარაბნებს. პეტელები და წყლები. არ გვიძინია ჩვენები. არასოდეს რესტორანში არ წავსულვარ თოთოთი და არ აგძიდებიათ ეგრე. ნინოს ხო ეძინა? ნინოს თურქეთში თურქეთში. საირმეში ეძინა ფესტივალზე. ივანეს რო გავყევი 3 წლის დაიყობაში. ქაღალდებში რო გეწნათ, იმაზე გეუბნებით, ნათლობაზე. ეგ ნათლობაში, პატრიარქის ნათლულია ნინო. და რომ მოინათლა, მე პატრიარქს ხომ უნდა დავლოდებოდით, რომ უნდა მოსულიყო, რომ დაელოცა. ხო და სამების დაბლა, პადვალიც თუ რაც აქვია, იქ არის გამომცემლობა, სტამბა. ხო და ჩემი მარტყოფელები ბევრი მუშაობდნენ, მოკლედ ჩვენი ნათლიაც იქ მუშაობდა. და ჩემი მაზლი ხვიჩა, დღესაც იქ არის. ხო იქ არის. ხო. ხო და ნუ ჩავედით იქ რომ დავლოდებოდით რა. ხო და ნინოს იცი რა მოვიდა რომ მოინათლა და რა აი რაღაცა რომ ჩავაცვით გაყინულ გათუშ იმი პატარა 40 დღესაც არ იყო. ხო და როგორც კი ესე ბოლო ის აუწიე რომ всё მზად იყო ბავში და ხმა გავიკესა. ჩაისვა რა. აი მე თანიცი როგორ იცოდა. ქუსლიდან კისრამდე იყო ხოლმე ამოდუძღნული, არ ვიცი რა საკეთებდა ეგეცას. ესე იგი ამ თლიანი ისეცვა აქედან რომ ამოვიღეთ ეს ბავში მარტო ეს იყო სუფთა. დანარჩენი იყო სუ ვაიმე იცი რა საფერაფერი ყვითელი. გავხადეთ, გავწმინდეთ და აი ცივა ნოემბერში 23 ნოემბერს არის მონათლული. ცივა, ესე გროიტყვერა გავწმინდეთ კარგად და სწველი აღარ კი მქონდა ერთი ზედა წაღებული, მაგრამ ასე მოვიფიქრები რომ თავიდან ბოლომდე გამოსაცვლელი იქნებოდა და ეს ბავშვი ჩავსვით მარტო ამაში. და ისა ნაგვის ბუნკერი როა, ჩვეულებრივი ბუნკერი, ეგ იდგა იქა. ოღონდ სუფთა კამკამა და იყო მონაჭერი ქაღალდები, მაკულატურა. მარტო ის რა, ზედმეტ ქაღალდებს რო ყრით, ოღონდ უსუფთავეს. ქაღალდებზე თბილი კიდე რა უნდა იყოს. ხვიჩა მახადა ჩემო მას ბუნკერს ქაღალდებით ესე ბუდე მოუწყეთ და შიგ ჩავაწვინეთ და ეს ქაღალდები მივაფარეთ. ისეთ კბილად ეძინა. ისეთ კბილად მე პატრიარქიც მოგზანდა და დავალოცინეთ და სახში წავა. და ეგეთი ოინი მოუვიდა ნინოს და მაგიტო ეძინა მან. ნათლიას ელოდებოდა. აუ ეხლა ძალიან გამიხარდა რომ გაგრძელდა ეგ ტრადიცია და 7-ში არის ნათლობა პატრიარქის. ალბათ მეორე ნათლობაზე მოუწევს გაბრიელს. გაბრიელს. ზუსტია გამომასწრული, ნუ. მე იქნება ალბათ ნოემბერში იქნება ალბათ. ადამიანის ბავშვი რამდენი წლისა? დამიანე? ხო, არ მონათლულა იქ. მარტში გახდა 1 წლის. აპრილი, მაისი, ივნისია ხო ჯერ, ხო. აი ეგ, წავედი მოკლედ ხალხნობა, თქვენ იცით რამდენჯერ დაგებშვიდობეთ უკვე. წავალ უცბად გადავიცმევ და სადმე გავიქცევით და ვიყიდით. ნასკები შენც არ აქვს ხო? ამას მინდა ბაზრობაზე, მაგრამ იმას საერთოდ არ უნდა ბევრს მინდა. მე და ჩვენ წავიდეთ. შენ რა გინდა ბაზრობაზე? ფეხსაც მე. მე წავიდეთ. წავედი ახლა აბაჰი და აბაჰო და ნახოთ რას ვიყიდით, რას არ ვიყიდით, ვაფშე თუ ვიყიდით რა ეს ეგეც. ნუ ივანე იყიდის.
ოღონდ მე რატომღაც არ მინდა რომ თეთრი საროჭკა იყიდოს. რა თეთრი. იმიტომ რომ მასიურად თეთრი ეცმევა ყველას. ღია არანაირი შავი კაცო. არ მეყვა შავი საროჭკები, ეგეთ რაღაც ჩაშავი. ლურჯი და ყავისფერი არ უყურე. არა, ღია ფერი. ღია. კრემის ფერი. არ ვიცი, რამე თვითონ არ ჭირს ხმე ხო არ მოხდება მაგას. კი, აი ის რა სტეფანეს კორწილში რო ეცვა ეგეთი საროჭკა კარკარ. ახლა. აბა ბედნიერი დღე ყველას, ჰა? ერთი კაი სათვალეები კიდეც. ხო აქვს სათვალეები. აი. გამატანე ფული შვილო და ისეთ კარგებს უყიდი, რომ ძვირფასებს. შეკვეთები იცოცხლე. ვაიმე ბავშვი ეგ არის. გაყავი ფეხი. აბა დროებით თქვენს